როცა ჩვენ ცხოვრების რომელიმე მიზნისათვის და ეს შეიძლება ეხებოდეს ცხოვრების ყველა სფეროს. ძალიან ბევრ რესურსს, დროს, ფინანსებს და ასე შემდეგ ვდებთ და ძალიან ფოკუსირებული ვართ, შეიძლება ითქვას ჩაციკლული ვართ, რომ ეს მიზანი ავისრულოთ. აი პირველი ცდა, მეორე ცდა, სულ მცირე მესამე უშედეგო ცდის ცდამ უნდა მიგვახვედროს, რომ აქ რაღაც არ მიდის ისე, როგორც უნდა მიდიოდეს. უნდა მიგვახვედროს, რომ ჩვენ არ გვაქვს ის დახმარება, რომელიც ყველა ჩვენთაგან სჭირდება სამყაროსაგან, რათა ჩვენი გულისმიერი მიზნები შესრულდეს. და აი ამ დროს უკვე ერთხელ შევეცადეთ, მეორეჯერ შევეცადეთ, მესამეჯერ ვიარეთ ამ წრეზე და კიდევ თუ ესე ვაგრძელებთ, უკვე ეს წრები უსასრულო შეიძლება გახდნენ და რაც მეთხანს ვტრიალებთ აი ამ წრეზე, მით უფრო გაგვიჭირდება აი ამ მოჩათოებული წრის დატოვება. ჩვენს პირად ინტერესში არის ამ დროს, რომ ვინმე დავიხმარიოთ თუ თვითონ ის რესურსი არ გვაქვს, რომ ეს წრე დავტოვოთ. არსებობს ასეთი შედარება ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, რომ ადამიანები მიდიან გზაზე და მათ მიაჩნიათ, რომ ეს მათი გზა არის და ეს გზა ჩახერგილია უზარმაზარი ლოდით. და ჩვენი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, გვაქვს რამდენიმე შესაძლებლობა გზის გაგრძელების. პირველი ვარიანტი, დაეჯაჯგურება ამ ლოდს, ვერ ერევა და ცდილობს ურტყას, რაღაცა ქვებს ნახავს, იმას დაუშენს, შეიძლება თავიც მიუბრახუნოს, თავი გაიტეხოს. მეორე, დაიწყებს ამ ლოდის ქვეშ ან გვერდით ისეთი ხვრელის გამოთხრას, რომ შეძლოს გასვლა. არსებობს მესამე კატეგორია. ის ჯერ კარგად შეაფასებს სიტუაციას, დაფიქრდება და მიიღებს აი ამ უზარმაზარი ლოდის, როგორც დიდი წინაღობის არსებობას, რაღაც პოზიტიურ სიგნალად, რომ დაფიქრდეს, ეს გზა არის, ის გზა, რომელიც მას სჭირდება. ეგება ეს ლოდის ამ გზაზე ქონა არის რაღაც პოზიტივი მისთვის, რომ დაფიქრდეს და იმ სხვა შესაძლებლობებს მიუტრიალდეს, რომელიც მან ამ თავის გზაზე შეამჩნია მარჯვნივ და მარცხნივ. და რომ დაფიქრდება, თავის თავს ჩაუღრმავდება, მას აქვს კიდევ შანსი, რომ დარჩეს იქ და გააგრძელოს ლოდინი ან თხრა ან ბრძოლა, სხვა მოდუში გადავიდეს, ან უკან მოტრიალდეს და იქვე შეიძლება იყო მარჯვნივ მარცხნივ გადასახვევი, რომელიც მას თავის მიზანთან მსუბუქად და ნაკლები რესურსის დახარჯვით მიიყვანს. ეს ფილოსოფიური ანალიზი, რომ არის თუ არა ეს გზა ჩემთვის, რომელზეც მე ვდგევარ, ძალიან ბევრ ადამიანს ეხება, რადგან ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ხშირად ჯგუფური დინამიკის გამო ვდგავართ ამა თუ იმ გზაზე, რომელიც ჩვენი არ არის. და ამას შეიძლება ძალიან გვიან მივხვდეთ. და სამყარო გვაძლევს მინიშნებას და მე მეორდები, რომ ეს მინიშნება გამოიხატება იმაში, როცა ჩვენ ძალიან ვცდილობთ და შედეგი არ იდება. და როგორც თქვი, სულ მცირე მესამე ესეთ გულისმიერი მცდელობის შემდეგ უკვე საჭირო არის, რომ აი ამ წრიდან გამოსვლა შევძლოთ, სულ მცირე ცოტა ხნით, რომ ჩვენ დიდი სურათის დანახვა შევძლოთ, სხვა რეალობის დანახვა შევძლოთ, რადგან აი ამ წრეზე ტრიალი შეიძლება ჩიხურ აზროვნებასაც შევადაროთ. ვხედავთ ჩვენ იქ მხოლოდ გარკვეულ რეალობას, როგორც ჩიხში და აქედან გამომდინარე გვიჭირს მთელი სურათის დანახვა, რომელიც სულ სხვა პერსპექტივებს გაგვიხსნის.
ხანდახან ადამიანები არიან ძალიან სასწარკვეთილი, რადგან ამბობენ, რომ აი მე ამდენს ვწვალობ, შეიძლება იყოს პროფესია, ან პირადი ურთიერთობა, ან თუნდაც პოლიტიკური მიზანი და არ შედეგს ვერ ვხედავ და აი ეს სასოწარკვეთილება უკვე არის იმის მიმანიშნებელი, რომ რაღაცა ამ გზაზე რაღაცა არ ეთანხმება, რაღაცა არ მიდის კარგად. მე ფიქრობ, რომ ჩვენ ქართველებს გვაქვს მიდრეკილება, არქეტიპული მიდრეკილება, რომ ჩავრჩეთ რაღაც სიტუაციაში. ეს არის ხშირად, სიხარულში ჩარჩენა კარგია, მაგრამ ხშირად ეს არის დეპრესიულ განწყობებში, სასოწარკვეთილებაში, უსამართლო, ასე თქვა, მსხვერპლის როლში. დიონისეს ახასიათებს აი ამ განწყობებში ჩარჩენა. ასევე ქალების არქეტიპშიც ყავს პერსეფონე, დედიკოს დედას გოგო, რომელსაც ეს ასევე ახასიათებს. იცით, არ არის ეს ჩვენთვის კარგი და ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ აი სადაც რაღაც გავიჭედებით, რაღაცაზე ჩავიციკლებით, იმ სიტუაციიდან ამოსვლა შევძლოთ და ამ დროს გარემო სამყაროს შეუძლია დიდი დახმარება გაგვიწიოს და ეს დახმარება არის რომ პირდაპირ გვითხრან, ან შემოგთავაზონ დახმარება. ყველაზე კარგი ინვესტიცია საკუთარ თავში ამ დროს არის, რომ მივიდეთ ჩვენ კარგ ფსიქოლოგთან, ფსიქოთერაპევტთან, რომელიც მან საკმაოდ ბევრი არიან და ვთხოვოთ, რომ მან გაგვარკვიოს დიდ სურათში, გაგვარკვიოს თუ ჩვენ ჩიტის თუ არწივის გადმოსახედიდან სად ვდგევართ, რისთვის ვდგევართ, აი კითხვები დაგვისვას, რაზეც ჩვენ პასუხებს გავცემთ და აი ესე ნაბიჯ შევძლოთ არა მარტო ჩვენი ვიწრო ხედვიდან სიტუაციის დანახვა, არამედ სხვისი გადმოსახედიდანაც და საერთოდ დიდი სურათის დანახვა არის, როცა ჩვენ ზემოდან უყურებთ ამ ყველაფრის განლაგებას და ჩვენს აი ამ რომ იტყვიან ჩაციკლას დროებით გვერდზე გადავდებთ. უნდა გითხრათ, რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს ადამიანებმა, რომლებმაც იმ პერიოდში, როცა მე თვითონ ვიყავი ერთხელ ჩემი შვილის ჯანმრთელობის პრობლემის გამო ძალიან ჩიხში ვგრძნობდი, ჩიხში შესული, ისე არ მახასიათებს ჩემი არქეტიპული ბუნებიდან გამომდინარე, ვინმეზიან რამესე ჩაციკლა, მით უმეტეს წლებმა ბევრი რამ ასწავლა, მაგრამ მაშინ იყო ის, რომ მე ძალიან გამიჭირდა დიაგნოზის მიღება და დაახლოებით ესე წელიწად ნახევარი ვიყავი, დავდიოდი, დამყავდა ბავშვი ექიმთან, არ ვიშურებდი არაფერ რესურსს, მე არ ვიცი ეს თანხები საიდან მოდიოდა, იმიტომ ყველაფერს არიხდი და დაზღვევა და მიხდებოდა ამ თანხების გადახდა და იცით, იმის მაგივრად, რომ თავი გამეძლიერებინა შინაგანად და ეს თანხები, ვთქვათ, ჩამეტო ჩემს თუნდაც კონსულტაციაში ფსიქოლოგთან, კიდევ არსებობს ჯანმრთელობის გაძლიერებისათვის უამრავი საშუალება, რაც ფული ღირს, აი ასე ჩრდილოეთიდან სამხრეთ გერმანიაში ერთი ექიმიდან თუ ექიმბაშთან, მეორე ექიმთან თუ ექიმბაშთან, აი ამ წრეალში ვიყავი და რასაკვირველია, ეს იყო ძალიან ბევრი დაკარგული რესურსი, დაკარგული დრო, მადლობა ღმერთს, შევძელი მე დროზე ამ წრის დატოვება. და მახსოვს, რომ მაშინ ვინც მითხრა, რომ იცი, ამას შენ ეს დიაგნოზი უნდა აღიარო, მიიღო, ამ ეტაპზე არსებობს მისი დარეგულირების საშუალება, მაგრამ არ გაქრება. და ეს მე საოცრად გულს მტკენდა და ამ ადამიანებსაც უყურებდი ძალიან კრიტიკულად. ცხოვრებამ კი აჩვენა, რომ სწორედ რომ ისინი 100%-იანი იყვნენ და ეს იყო ჩემი
არ მიმღებლობის უნარი იმ მომენტში, რაც ასე ვთქვათ, მათ საწინააღმდეგოდ განმაწყობდა. და ასე არის ბევრ პრობლემასთან თუ ბევრ სფეროსთან მიმართებაში. მე მახსოვს, რომ ბევრი გოგონა თუ ბიჭი შეიყვარებდა ერთი დანახვით ვინმეს, ჩაეციკლებოდა მასზე, უყვარდა წლები, 10 წლეულები, შეიძლება მთელი ცხოვრება ყვარებოდა ის, რომელსაც არც კი იცნობდა კარგად ურთიერთობის გარეშე. ზოგმა ოჯახი არ შექმნა, რომ იმ თავის ფანტაზიებში არსებულ ადამიანს ვერ უღალატა. აი, ეს ხომ დასანანია. გარდა მაგისა, იყო ასევე ძალიან დიდი ჩაციკლა პროფესიაზე. სამედიცინო სტუდენტი რომ გამხდარი იყო, ზოგი 7-8 წელს აბიტურიენტთან დადიოდა. ის მთელი ახალგაზრდობა გაატარა აი ამ დაძაბულობაში და შემდეგ ნაწილმა აქედან და მე ვიცნობ რა აქედან ამ ნაწილსაც კარგად აღარც კი იმუშავა ექიმად. ესე იგი მთელი ცხოვრება იყავი ფოკუსირებული რაღაც მიზნისთვის მიაღწია იმისას და აღმოჩნდა რომ ის არ იყო ისეთი მნიშვნელოვანი როგორც გეგონა. ასევე არის პოლიტიკურ სფეროში და მე ვისურვებდი რომ აი ჩვენ საერთოდ აი ამ ჩაციკლას, აი ამ ესე იგი აი მიშტერებას რაღაცაზე, ესე იგი მიწებებას რაღაცაზე არის ეს პოლიტიკური სფერო, თუ პროფესიული სფერო, თუ ურთიერთობები, თუ მეგობრობის სურვილი ვინმესთან გადავხედოთ. რომ ყველანაირი თუ ადამიანებს ხო ეს დამავეწყდა, ყველანაირი ჩაციკლა, ესე მიჩერება ვინმეზე და აი ესე მთელი ყველა რესურსის იქეთ მიმართვა არის ცდარი. გამონაკლისი არსებობს, როცა ოლიმპიადისათვის ემზადები და სპორტსმენი ხარ, იქ უნდა ყველაფერი ერთი მიზნისაკენ მიმართო. და როცა რაღაც სერიოზულ ბრძოლას, როგორც სპორტსმენი, ბრძოლისათვის ემზადები. დანარჩენ შემთხვევაში ხშირად ვდგევართ ჩვენთვის მცდარ გზაზე. მივსდებთ ჩვენთვის მცდარ მიზნებს. ვხარჯავთ ჩვენს ძვირფას დროს და ცხოვრებას და ზიანს ვაყენებთ თავს და სხვებსაც და უკან რომ მოვიხედებით, არაფერი არ არის იმაზე გულსატკენი, თუ ძალიან ბევრ დროს და რესურსს რომ გადაათვალიერებ ცხოვრებას და მიხვდები, რომ ძალიან ბევრ დროს და რესურსს დაკარგე იქ, სადაც ის არ უნდა დაგეკარგა. ის დრო და რესურსი იმ რაღაცის, შენი ცხოვრების აშენებისათვის, შენი ბიზნესის თუ შენი პროფესიული განვითარებისათვის, თუ თუნდაც ურთიერთობების განვითარებისათვის მოგაკლდა. როცა ჩვენ აი ესეთი ტუნელური მზერით მივჩერები ვართ რაღაცას და იქ გონია რომ კაშკაშა ნატურა არის, გარშემო ვერ ვამჩნევთ სხვა შანსებს და ერთადერთი გზა არის რომ ეს გალოპი გავაჩეროთ, ეს ბრძოლა გავაჩეროთ, ჩვენ თავს ჩაუღრმავდეთ და ის ბრძნული კითხვა დავსვათ, რომ არის ეს ჩემი გზა და დავიხმარიოთ ვინმე. იცით, არსებობენ ადამიანები და ისინი რეალურები არიან და მე მიჭირს როგორც დედას ამის დაჯერება აღქმა, რომ მათ ყავთ ძალიან დიდი პრობლემატური შვილები სახლში, მაგალითად ნარკოტიკზე დამოკიდებული, მაგალითად ამ ტელეფონზე, გაჯეტებზე დამოკიდებული ბავშვი, შვილიშვილი და ისინი აქ პოლიტიკურად იღწვიან, სხვებს ჭკუას არიგებენ, ვიდეოებს წერენ, გამოდიან, არიან აქტიურობაში და საკუთარი შვილი და შვილიშვილისთვის ვერ მოუვლიათ. ესე იგი აქ ხვდებით ერთი მხრივ მიჩერები ადამიანი რაღაცა მიზანს, რომელიც არის თუ არა მისთვის ეს სასურველი მისი ცხოვრებისათვის, ესეც მეორე საკითხავი არის და ყველაზე ძვირფასი რაც მას აქვს, ყავს სახლში, ხო, მისთვის კი ყურადღება ვერ მიუქცევია და ჩვენ შეგვიძლია, როგორც მე ხა შედარება მოვახდინე, საკუთარი შვილის და შვილიშვილის როლში ჩვენ საკუთარი ცხოვრება, შინაგანი ბავშვი წარმოვიდგინოთ. ძალიან გვეხმარება ცხოვრების ესეთ სასიამოვნო სუბუქად გატარებაში ჩვენი შინაგანი სიბრძნე და აი ამ ჩვენ შინაგან სიბრძნეს მოუხმოთ ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ის. ხანდახან მიძინებულია და ამიტომაც
ჯობია ვინმე დავეხმარიოთ, რომ ეს ჩვენი შინაგანი სიბრძნე გამოფხიზლდეს. გისურვებთ, რომ იყოთ შინაგანად თავისუფლები, რადგან ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია და ის ჩიხური გამოცდილებები, რაც გავაკეთეთ, გამოვიყენოთ ჩვენი შინაგანი სიბრძნის გააქტიურებისათვის და დავეხმაროთ საკუთარ თავს და სხვებსაც გისურვებთ შინაგანად თავისუფალ, შინაგანად კმაყოფილ ცხოვრებას და ყოველთვის მის სათავეში, მისი გამსაზღვრელი არის ჩვენი შინაგანი განწყობა და ჩვენი შინაგანი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და არა გარემო პირობები, როგორც ჩვენ ეს ხშირად გონია. დიდი მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.